დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველოს წარმატების საუკეთესო მაგალითია, რასაც თქვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტიტულ თანამშრომელს განსაკუთრებული წვლილი იგეძღვით. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რომ სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა შიდა თუ გარე ძალების მიერ დაგეგმილი არაერთი სცენარი, რომელიც პოლიტიკურ დესტაბილიზაციას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ისახავდა მიზნად. თქვენი დამსახურებით ქვეყანამ დაძლია უმწოვესი კრიზისები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობას. შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყანა კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ კვლავ საქართველოს რეგიონების დროებითი ოკუპაცია რჩება. სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის გარეშე დემოკრატიული სახელმწიფო დესტრუქციის, ძალადობისა და დესტაბილიზაციის მიმართ მოწყვლადი ხდება, რაც სხვადასხვა პრობლემასთან ერთად სახელმწიფოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის დაკარგვასა და დემოკრატიის სტანდარტების შემცირებას ან საერთოდ მოშლას იწვევს. ამრიგად სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობა დემოკრატიისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის არსებითი ნაწილია. გამოჩნდა, როგორც წარმატებით უმკლავდებით სხვადასხვა ტიპის დავალებას, მათ შორის მასშტაბურ სპეციალურ ოპერაციებს, იქნება ეს საგარეო საფრთხეებზე რეაგირება, კორუფციასთან ბრძოლა, ტერორისტული აქტივობების აღკვეთა თუ ჰიბრიდული საფრთხეების განეიტრალება. თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ერთგვარი უხილავი ფარია ჩვენი მოქალაქეებისა და ინსტიტუტების შიდა და გარე საფრთხეებისგან დასაცავად. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს იუბილე 10 წლის თავი და საქართველოს მოსახლეობის სახელით თითოეულ თქვენთაგანს, თითოეულ თანამშრომლებს მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ და მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დაცული, უსაფრთხო და ყველასთვის მიმზიდველი.